Давайте немножко вернемся к той теме, о которой мы говорили на прошлом собрании. მოდით დაუბრუნდეთ იმ თემას, რომელზეც ჩვენ წინა მსახურებაზე ვსაუბრობდით. Много раз это место Писания цитировали в прошлый раз. და ეს ადგილი მრავალჯერ იყო ციტირებული წინა მსახურებაზე. Матфея 28 глава. მათეს 28 თავი. Это то, что сказал Иисус, покидая своих учеников. ეს არის ის, რაც იესომ უთხრა თავის მოწაფეებს ამაღლებამდე. Это его задание для нас. ეს არის მისი დავალება ჩვენთვის. Вот он создал церковь, აი მან შექმნა ეკლესია все необходимое оставил для нее და ყველაფერი რაც საჭირო იყო მისთვის и сказал, делайте это. და უთხრა აი ეს გააკეთეთ. А мы стоим и молимся и говорим, Господи, какая воля ჩვენ Твоя კი для меня? გევართ Боже? და ვლოცულობთ ღმერთო, რა არის შენი Открой ნება? мне волю Твою. გაგვიცხადე შენი ნება. Когда эта воля уже очень ясно и открыта в Священном Писании. როდესაც ეს ნება საკმაოდ მკაფიოდ არის ასე იგი დაწერილი წერილში. Я могу молиться о моем месте в этом большом деле. მე შემიძლია ასე იგი ვილოცო თუ რა ადგილი მაქვს აი ამ Я დიად могу საქმეში. молиться о тонкостях, о каких-то конкретных функциях в рамках этого большого поручения, которое он нам და дал. შემიძლია ვილოცო გავიგო ის ფუნქციები რომელიც მაქვს ამ დიად დავალებაში. Но его желание მაგრამ и его общая воля для нас, они уже известны. მისი ნება და საქმე ეს ჩვენთვის უკვე გასაგებია. Нам даже не нужно поститься и просить, Господи, скажи мне, что мы должны делать. და არც გვჭირდება ლოცვა მარხვა იმისათვის ღმერთო გითხარი რა გავაკეთოთ. Потому что здесь написано. იმიტომ რომ აქ დაწერილია. И приблизившись, Иисус сказал им, дана мне вся власть на небе и на земле. Всякая власть на небе и на და земле. მიუახლოვდა იესო და უთხრა მოცემული მაქვს მე მთელი ძალაუფლება ცაში და Всякая, დედამიწაზე. это значит любая. ყველანაირი მთლიანად. Нет ничего, что находится за пределами его власти. არაფერი არ არის რას მისი ძალაუფლების მიღმა. Итак, идите, ამიტომ წადით, научите все народы, ასავლეთ ყველა ერს крестя их во имя Отца и Сына и Святого Духа, და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სული წმინდის и სახელით уча их соблюдать все, что я повелел вам. და ასავლეთ ყველაფრის დაცვა, რაც მე გითხარით. И вот я с вами во все дни до скончания века. Аминь. საუკუნის აღსასრულამდე. Будьте внимательны. ყურადღებით იყავით. Здесь не написано «сидите», აქ არ არის დაწერილი იჯექით. здесь написано «идите». დაწერილია წადით. Идите, научите все народы. წადით და ასწავლეთ ერებს. То есть ყველა нет ერს. народа, который настолько неприятен Богу, что Бог не хотел бы его спасения. არ არსებობს ერი, რომლის ასე გადარჩენას ღმერთს არ სურს. И поэтому мы должны скрыть от этого народа тайну Божью. და ამიტომ თუ ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ უნდა დაუმალოთ ღმერთის ჭეშმარიტება Нет, ამ ერს. Он хочет всех спасти. მას უნდა ყველა ერის გადარჩენა. Он повелел церкви идти, научить этот мир и ставить его на путь спасения. და მან უბრძანა ეკლესიას რომ წასულიყო და Он ესწავლებინა также ყველა обещал ერისთვის. быть с нами и помочь нам в осуществлении этой миссии. ასევე ის დაგვირდა რომ ჩვენთან იქნება და დაგვეხმარება ამ То есть, მისიის если ты შესრულებაში. идешь и делаешь это, он говорит, я буду помогать тебе. ის გვეუბნება თუ შენ წახვალ ამის გასაკეთებლად მე შენ დაგეხმარები. Мы хотим, чтобы он помогал нам исполнять наши дела. ჩვენ გვინდა რომ ის დაგვეხმაროს ჩვენი საქმეების გაკეთებაში. Мы хотим, чтобы Бог был с нами, решал наши вопросы, благословлял нас, устраивал все для нас. გვინდა რომ ღმერთი იყოს ჩვენთან და გვეხმარებოდეს ჩვენი საჭიროებების და საკითხების გადაწყვეტაში. А Писание говорит, когда ты пойдешь и делаешь то, что хочет Бог, Он будет с тобой. წერილი კი გვეუბნება რომ როდესაც ჩვენ წახვალ და იმას გააკეთებ რაც ღმერთს И говорит, სურს ის იქნება ищи შენთან. прежде Царство Божьего, правду Его, и все Бог тебе сделает, все, что და нужно. წერილია რომ უპირველეს ყოვლისა ეძებეთ სათასასუფეველი და მისი სიმართლე და ყველაფერი Может ეს быть, у тебя не მოგეკება. будет все, что ты хочешь, შეიძლება შენ არ გექნება ყველაფერი რაც შენ გსურს, но у тебя будет все, что нужно. მაგრამ რაც გჭირდება ყველაფერი გექნება По Божьей воле, ღმერთის ნებით, согласно Его желаниям. მისი სურვილის თანახმად. Однако Священное Писание еще одну вещь говорит, მაგრამ წმინდა წერილი კიდევ ერთ რაღაცას что გვეუბნება, успех этого дела, რომ ამ საქმის წარმატება он зависит не только от Бога, დამოკიდებული არა მხოლოდ ღმერთზე, но зависит от того,
არამედ იმაზეც არის დამოკიდებული, насколько достойно я могу эту весть представить людям. რამდენად ღირსეულად შემიძლია წარუდგინო ღმერთის უწყება ადამიანებს. Иногда мы говорим, ну вот меня никто не слушает, все смеются надо мной. Ну, наверное, не воля Божья. Я пошел და домой. ხანდახან ჩვენ ვამბობთ, რომ არავინ არ მისმენს, ყველა დამცინის, ალბათ ამაზე ღმერთის ნება არ Но არის და Иисус говорит, что აღარ обязательно გავაკეთებ. всегда будут эти две стороны в нашей жизни. მაგრამ იესო გვეუბნება, რომ აუცილებლად იქნება ეს ორი მხარე ჩვენ Кто-то, кто ცხოვრებაში. тебя не будет слушать, и кто-то, кто будет слушать очень ერთი внимательно. მხარე, რომელიც არ მოგისმენს და მეორე მხარე, რომელიც ძალიან ყურადღებით Он не მოგისმენს. гарантирует, что все люди будут тебя на ура принимать. და ის არ გადლევს გარანტიას, С восторгом. ყველანი აღფრთოვანებულები მიიღებენ შენ Но не სიტყვებს. может быть, чтобы у тебя была эта драгоценная весть, и никто не хотел тебя მაგრამ слушать. შეუძლებელია რომ შენ კონდეს ეს ძვირფასი კეთილი უწყება და არავინ არ მოგისმინოს. Но очень много зависит от того, какой ты. მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე თუ როგორი ხარ Хотят შენ. ли люди тебя слушать? შენი მოსმენა უნდათ ხალხს. И тут очень много зависит от твоих качеств. და აქ ბევრი რამ დამოკიდებულია შენს ხასიათებლებზე. Апостол Павел в своем послании Тимофею наставляет его во втором послании. და მოციქული პავლე ტიმოთეს მეორე წერილში მოძღვრავს ტიმოთეს И он говорит, что чтобы люди нас слушали, то, что мы говорим, იმისათვის რომ ადამიანებმა მოგისმინონ და ყურად იღონ ის, რასაც შენ ელაპარაკები, требуются какие-то наши усилия. საჭიროა ჩვენი კონკრეტული И во ძალისხმევა. 2 главе в 15 стихе он говорит такую вещь. მეორე თავის მე-15 მუხლში ის ამბობს, Старайся представить себя Богу достойным. ეცადე რომ თავი წარუდგინო ღმერთს И это ღირსეულად. слово «достойный» в переводе на наши языки значит «испытанный настоящий». და ჩვენს ენაზე ეს ღირსეული ნიშნავს გამოცდილი და ნამდვილი. Делателем неукоризненным. და ყოველგვარი საქმე უმანკო ყოველ И საქმეში. вот эта неукоризненность, знаешь, что значит? და იცით რა არის ეს უმანკოება? Это отсутствие причины стыдиться чего-нибудь в твоей жизни. რომ შენ ცხოვრებაში არ არის რაღაცა, რის გამოც სირცხვილი მოდის. Верно преподающим слово истины. და ესე იგი ღმერთის ჭეშმარიტების სწორი გადამცემი იყავი. Знаешь, мы видим, что здесь из этого места Писания, я во всяком случае, და წერილის ამ ადგილში ყოველ შემთხვევაში მე ვხედავ, что верность преподавать слово, то есть способность правильно преподавать Слово Божие, это очень важно. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გადასცე ღმერთის ситყვა, ამისი უნარი რომ კონდეს, Но это качество упоминается последним из трех. მაგრამ ეს მახასიათებელი ბოლოს არის ნახსენები. Не потому, что Слово Божье не важно, и не важно, как ты его говоришь. იმიტომ კი არა რომ ღმერთის სიტყვა უმნიშვნელოა და უმნიშვნელოა თუ როგორ ლაპარაკობ შენ А მას, потому что даже Როგორ если ты გადასცემ? очень хорошо научен этому слову, მაგრამ მაშინაც კი თუ ძალიან კარგად ხარ განსწავლული ღმერთის и ты სიტყვაში, умеешь красиво, грамотно это და слово передавать людям, სწორად და ლამაზად კარგად გადასცე ადამიანებს, другие твои качества, которые не на высоте, მახასიათებლები, რომლებიც არ არის საკმარის დონეზე, они могут уничтожить все. ამან შეიძლება ყველაფერი გადახაზოს. Павел пишет Тимофею в первом послании. პირველ წერილში პავლე წერს ტიმოთეს, Никто да не пренебрегает твоей юностью, ნურავინ უგულებელყოფს შენს но ახალგაზრდობას, будь образцом для верных. მაგრამ იყავი მაგალითი ერთგულებისთვის, В слове, სიტყვაში, в жизни, ცხოვრებაში, в любви, სიყვარულში, в духе, სულში, в вере, რწმენაში, в чистоте. სისუფთავეში. Смотрите, здесь Слово Божье, оно стоит на первом месте. და აქ ღმერთის სიტყვა დგას პირველ ადგილზე. Ты должен быть образцом для верных в этом слове. შენ უნდა იყო მაგალითი, ესე იგი, მორწმუნეებისთვის. Но потом упоминаются какие-то личные качества этого человека, მაგრამ შემდეგ არის ნახსენები ამ ადამიანის პირადი მახასიათებლები, которые как фундамент, твердый фундамент должны лежать под этим словом, которое он проповедует. რომლებიც უნდა
უნდა იყოს ჩადებული როგორც მყარი ფუნდამენტი აი ამ სიტყვის გადაცემისთვის. Если я правильно преподаю Слово Божье, но мой образ жизни очень несимпатичный. თუ მე სწორად გადავცემ ვასწავლი ღმერთის სიტყვას, მაგრამ ჩემი ცხოვრება ამას არ შეესაბამება. Моя нравственная система низкая такая. ჩემი მორალი ძალიან დაბალია. Например, я грубый человек или жадный человек. უხეში ვარ, ან ხარბი ვარ. Если у меня при виде денег загораются глаза и тормоза срывает у меня. ფულის დანახვაზე თვალები მენთება და უკვე თავს ვეღარ ვიკავებ. Если я неправильно веду себя с противоположным полом, თუ например. არასწორად ვიქცევი საწინააღმდეგო სქესთან დაკავშირებით. Если меня легко вывести из себя, я сразу перехожу на грубые слова თუ какие-то. ძალიან ადვილად გამოდივარ მდგომარეობიდან და ეგრევე უხეშად Если ვიქცევი. я просто полный эгоист, თუ საერთოდ სრული ეგოისტი ვარ. тогда то, насколько я хорошо изучил какие-то пассажи из Священного Писания, это Машин- не имеет значения. მაშინ იმას თუ რა კარგად და სწორად ვისწავლე და გადავცემ სწორად იმ ღმერთის სიტყვას, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. Человек, который в таком состоянии ადამიანი, находится, რომელიც ასეთ მდგომარეობაშია, он вряд ли может удовлетворить одному принципу, который Писание ის говорит. ვერ დააკმაყოფილებს წმინდა წერილის ერთ პრინციპს. Бог хочет, чтобы мы все были украшением славного учения Иисуса Христа. ღმერთს უნდა რომ ჩვენ ვიყოთ სამკაულები იესო ქრისტეს სწავლებისა. Всегда есть люди в церкви или в твоем окружении среди братьев, сестер, ყოველთვის არიან ეკლესიაში და შენს გარშემო ადამიანები დებსა და ძმებს შორის, которыми ты готов хвалиться. რომლითაც ჩვენ მზად ხარ რომ იქო. Ты хвастаешься этими людьми შენ თითქოს ამ ხალხით ტრაბახობ. перед неверующими, ურწმუნოთა წინაშე. перед маловерующими, слабоверующими. სუსტი მორწმუნეების წინაშე. Ты показываешь, вот есть эти настоящие люди. და შენ აჩვენებ, აი არიან ეს ნამდვილი ადამიანები. Однажды я попал в такую ситуацию. ერთხელაც ისეთ სიტუაციაში მოხვდი. Я был в одной верующей семье. ერთ მორწმუნე ოჯახში ვიყავი. Они натворили страшных грехов. ძალიან ცუდი ცოდვები ჩაიდინეს И потом, когда мы решили какие-то дисциплинарные меры принять против этих людей, და როდესაც გადავწყვიტეთ რომ რაღაცა დისციპლინარული ზომები მიგვეღო ამის წინააღმდეგ, они ругались и спорили со мной. ისინი მეკამათებოდნენ და И не მეჩხუბებოდნენ сожалели о своих грехах, და კი არ წუხდნენ რომ შესწოდეს. а переживали о том, იმაზე ნერვიულობდნენ. что теперь мы как церковь не будем их материально поддерживать ეხლა больше. ჩვენ როგორც ეკლესია მატერიალურად მხარს აღარ დაუჭერთ. Я с полной ответственностью скажу, я не помню, как я доехал до дома. და სრული, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ როგორ დაუბრუნდი Я სახლში, ехал за არ рулем, ვიცი. и я вообще думал о чем-то другом. Как я доехал до дома, я не знаю. ვიჯექი, სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი და როგორ მივედი სახლამდე არ И в это ვიცი. время я думал, Боже, как я оказался среди этих людей? და ვფიქრობდი, ღმერთო, ასეთ ხალხ შორის როგორ აღმოვჩნდი? Как я попал вот в это? როგორ წამოვეგი ამაზე? У меня есть много неверующих людей, которые порядочнее, чем вот эти люди. ბევრი ურწმუნო ნაცნობი მყავს, რომ ამ ადამიანებზე ბევრად უფრო წესიერები И არიან. я уже почти принял решение, что моей ноги больше не будет в და церкви. თითქმის უკვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ფეხი არ იქნებოდა И ეკლესიაში. потом Дух Святой начал говорить და со მერწული мной. წმინდა დამელაპარაკა. И он начал говорить о милости Божьей. და დამელაპარაკა ღმერთის წყალობაზე. И потом я стал вспоминать Божьих детей. და შემდეგ მე გავიხსენე ღმერთის შვილები. Некоторых из вас вспомнил. ზოგიერთი თქვენგანი გამახსენდა. Вспомнил о моем брате Олеге, вспомнил ჩემი ძმა Криала, ოლეგი, вспомнил კრიალა еще გამახსენდა, кого-то. კიდევ სხვა გამახსენდა. И потихоньку мое сердце успокоилось. და ნელა-ნელა ჩემი გული დამშვიდდა. Нам нужны люди, которые как украшение ჩვენ являются. გვჭირდება ადამიანები, რომლებიც არიან Являются украшением სამკაულები. церкви. არიან სამკაულები ეკლესიისა. И в моей жизни тоже должно быть это стремление быть украшением. და ჩემს ცხოვრებაშიც უნდა იყოს ეს მისწრაფება, რომ Чтобы ვიყოთ когда мои სამკაულები. братья и сестры начинают говорить обо мне, или я говорю о них, никто в смущении глаза не опускал. როდესაც ჩემი დები და ძმები ლაპარაკობენ, ან მე ვლაპარაკობ, სირცხვილისაგან თვალებს არ უმალავდეთ. Поэтому Павел пишет про ამიტომ эти პავლე вещи. წერს ამის შესახებ.
Будь образцом. იყავი მაგალითი. И это очень важная часть нашей жизни. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი И ცხოვრებისა. теперь может такая лукавая мысль закрасться внутрь და нас. შეიძლება ერთი ცფიერი აზრი Вот გაჩნდეს. давай я стану совершенным, и вот тогда я приобрету право проповедовать о Христе. მოდი ჯერ სრულყოფილი გავხდები და მე მექნება უფლება რომ ვიქადაგო. Ты знаешь, у этого процесса вот, совершенствования, у него, наверное, нету конца до Да. нашей смерти. Вот смерть – это реальный конец этого процесса. სრულყოფის ასე თქვა სრულყოფას არ აქვს ესე იგი დასასრული არის მხოლოდ ფიზიკური სიკვდილი. Но по благодати მაგრამ Божьей ღმერთის მადლით мы сделаны совершенными во Христе Иисусе. ჩვენ ვართ სრულყოფილები ქრისტეში. В Его глазах მის თვალში мы искуплены, ჩვენ освящены. ვართ გამოსყიდულები და Это не წმინდები. значит, что нам не к чему стремиться и не надо меняться. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ არაფერს უნდა ვესწრაფო. Время от времени ты что-то сделаешь, и Дух Святой скажет тебе: так, стой. რაღაცა პერიოდში რაღაცას გააკეთებს და სული წმინდა გეტყვის გაჩერდი. Вот здесь тебе нужно меняться. აი აქ უნდა შეიცვალო. Но ты уже дитя Божье. მაგრამ შენ უკვე ღმერთის შვილი Твое ხარ. имя уже записано в книге შენი жизни. სახელი უკვე დაწერილი Во Христе Иисусе ты уже посажен на ქრისტე небесах. იესოში შენ უკვე ზიხარ И ზეცაში даже если ты не знаешь და многого, მაშინაც კი როდესაც ბევრი არ იცი говори столько, сколько знаешь. იმდენი ლაპარაკე რამდენიც იცი. Ты знаешь, я сам был таким и видел много людей, მე თვითონ ვიყავი ასეთი და ბევრი მინახავს სხვებით которые говорили взахлеб о любви Божьей. რომლებიც ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ О том, ღმერთის что Иисус, სიყვარულზე. знаешь, Он такой, Иисус грехи прощает. იესო ისეთია რომ აი ცოდვებს პატიებს Если бы ты спросил их объяснить, как это происходит, და თუ შეეკითხებოდი როგორ ხდება ეს они бы не смогли этого сделать. ვერ შეძლებდნენ ამის Потому что გაკეთებას. они еще не знали ничего из этой теологии, изучения. თეოლოგიიდან, სწავლებიდან არ იცოდნენ Но ეს. они точно знали, что вот только что буквально вот неделю назад, месяц назад Бог снял с меня такое бремя, которого никто не мог снять. ზუსტად იცოდნენ რომ ერთი კვირის წინ, ერთი თვის წინ ღმერთმა ისეთი ტვირთი მოხსნა რომ ღმერთის გარეშე ამას ვერავინ И они გააკეთებდა. находили таких же, как они, которым только это нужно было. და ისინი პოულობდნენ თავის ნაირებს, ვისაც აი ეს ჭირდებოდა ზუსტად. И эти люди приходили ко და ეს Христу. ხალხი მოდიოდა ქრისტესთან. Просто по этой простой вести. უბრალოდ აი ამ უწყების Знаешь, გამო. когда я начал изучать Писание? იცით როდის დავიწყე წმინდა Когда წერილი я встретил შესწავლა? людей, которым этого недостаточно было. იმ დროს, როდესაც შევხვდი ადამიანებს, რომლებისთვისაც ეს უკვე И они меня საკმარისი არ იყო спрашивали: а და как это? А как მეკითხებოდნენ, это? ეს როგორ И я იქნება? понял, слушай, я не Да, знаю, как выкрикивай. это. Я влюблен, но я не знаю, как это. კი შეყვარებული კი вар, მაგრამ როგორ რა უნდა გაკეთდეს არ И ვიცი. тогда я начал изучать და Священное მაშინ Писание. დავიწყე წმინდა წერილი შესწავლა. И потом ты встречаешь других людей, которым нужно больше. და შემდეგ კიდევ სხვა ადამიანებს ხვდები და მათ კიდევ უფრო მეტი Но с სჭირდება. твоего первого дня ты готов. მაგრამ შენი პირველი დღიდანვე მზად ხარ. И знаешь, что может остановить тебя? და იცით რას შეუძლია შენ გაგაჩეროს? Если ты თუ შენ позволишь угасить Духа Святого в твоем თუ сердце შენ чему-то. ჩააქრობ შენში სული წმინდას. Поэтому вторая вещь, которая здесь есть у нас сегодня, ამიტომ მეორე რაც არის აქ. это короткое слово из 1 Фессалоникийцам. ეს არის მოკლე სიტყვა პირველ თესალონიკელთა Оно წერილიდან. звучит: Духа не угашайте. დაწერილია სულს ნუ ჩააქრობთ. Вот ты горишь, пламенеешь духом. აი შენ ანთებული ხარ სულით. А может быть, уже не очень. შეიძლება არც ისე ანთი ხარ А может быть, и совсем не горишь. შეიძლება აღარც კი ხარ А ანთებული когда-то горел духом, пламенел духом для იყო Господа. დრო, როდესაც შენ გიზგიზებდი, ისე იყავი ანთებული А სულით. Писание говорит: в усердии не ослабевайте, духом пламенейте, Господу служите. და წერილში კი წერია რომ მონდომებაში არ დასუსტეთ, სულით იყავით ანთებულები. А если я в усердии Да. ослабел თუ მონდომებაში შევსუსტდი и больше Господу не служу, და ღმერთს აღარ ვემსახურები, значит, я позволил чему-то Это или и- кому-то угасить Духа Святого в моем ვიღაცას ან сердце. რაღაცას ესე იგი დავთენება რომ სული წმინდა ჩაეკრო ჩემში. А как происходит это угашение და როგორ Духа? ხდება სულის ჩაქრობა? Знаешь, чтобы огонь горел, нужно туда подбрасывать дрова всегда. ცეცხლი რომ სულ ენთოს, შეშა უნდა დაამატო. Еще у меня дома есть печка, კიდევ სახლში მაქვს ღუმელი и я заметил одну вещь.
და ერთი რაღაცა შევამჩნიე. Одно бревно никогда не горит хорошо, оно все время в конце концов гаснет. ერთი მორი, ერთი შეშა კარგად არ ინთება. Два немножко лучше. ორი უკეთესია. Но идеальная формула – это 3 бревна, которые ты держишь вместе. მაგრამ იდეალური ფორმულა არის თუ სამი შეშის ნაჭერი ერთად არის И так დატყობილი. интересно наблюдать за этим. Я иногда сижу, у меня там прозрачное стекло на двери, смотрю, как это все горит. და ამის იყურება ძალიან საინტერესოა. ღუმელზე მაქვს შუშა გამჭვირვალე და ამას И я უყურებ смотрю, ხოლმე какое-то полено горит ярко-ярко, Да, разожгло все остальные. რომ ერთი შეშა ძალიან კარგად არის ანთებული А само вдруг начинает угасать. და შემდეგ ქრება И вот то, что оно зажгло до этого, оно его снова воспаляет. და ის რომ სხვამ რომელიც ჩაქრა თითქმის იმან რომ სხვა აანთო შემდეგ ის ანთებული И ეხმარება они მას ანთებაში поддерживают постоянно этот огонь друг в друге. და ისინი აი ამ ცეცხლის ალს ინარჩუნებენ ერთ დონეზე Есть определенные вещи, которые способны это горение в нас поддержать или восстановить его. არის კონკრეტული რაღაცები რაც ხელს უწყობს ჩვენს ანთებულობას Ну, და давай რაც коротко აკრობს скажу, что может это угасить. მოკლედ გეტყვით თუ რამ შეიძლება ჩააქროს ეს ცეცხლი Грех какой-то, в который мы уходим. სოდვა რომელშიც ჩვენ ვარდებით Когда мы начинаем грешить, мы огорчаем Святого Духа. როდესაც ჩვენ ვწოდავთ ჩვენ ვამწუხრებთ სული წმინდას Мы угошаем его своими ჩვენ грехами. წოდვებით ვაქრობთ სული წმინდას Когда мы перестаем слушать обличение от Господа. როდესაც აღარ ვისმენთ მხილებას უფლისაგან Когда мы слышим какое-то обличение, говорим, на себя посмотри, кто ты როდესაც такой. მხილებას ვისმენთ მაგრამ ვეუბნებით საპასუხოდ რომ საკუთარ თავში Чаще შეხედე всего я слышал это, а ты кто такой? და ხშირად მომისმენია შენ საერთოდ ვინ ხარ На себя посмотри. საკუთარ თავში შეხედე И когда человек говорит это говорит о гордости его сердца. და როდესაც ადამიანი ასე ლაპარაკობს ეს გულის სიამაყიდან წამოსული სიტყვა Или мы уходим в зарабатывание денег там, ან ძალიან გადართულები ვართ ფულის გამომუშავებაზე что очень важно, несомненно, в этом мире это важно. რაც მნიშვნელოვანია ამ წუთის სოფელში Но и мы иногда в этом процессе на какие-то компромиссы идем, ставим მაგრამ- эти деньги на первое место. ამ ესე იგი პროცესში კომპრომისებზე მიდივართ ფულს პირველ ადგილას Я не знаю, ვაყენებ помните вы или нет, я привозил сюда своих хороших друзей. მე მაგალითად მოვყადო ჩემი Из Америки они კარგი делились с нами словом. და ამერიკიდან და ისინი სიტყვას И გვიზიარებდნენ там наша подруга одна, она рассказывала историю о себе. და ერთ-ერთი მეგობარი ყვებოდა თავის ისტორიას Что она работала риэлтором, сдавала, перепродавала дома и так далее. რომ იყო რეალტორი და ესე იგი ყიდულობდა და ყიდიდა И она уже სახლებს, верующая ბინებს. была, вот она решила эту фирму открыть, и что-то у нее ничего не идет, не და получается. აი უკვე მორწმუნე იყო გადაწყვიტა ამ фирмის გახსნა И მაგრამ она все საქმე არ время просит, მიდიოდა Боже, წინ благослови, Боже, благослови, და Боже, ის благослови. ცულობდა ღმერთო მაკურთხე А მაკურთხე Боже не благословляет. ღმერთი კი არ აკურთხებდა Что-то у нее ничего не получается. რაღაც არაფერი გამოსდიოდა И она сказала, говорит, я сказала такую вещь, я помолилась об этом, я попостилась, я приняла решение, пришла к Богу и сказала ему. და მან თქვა რომ იმარხულა ილოცა მიიღო გადაწყვეტილება და მივიდა ღმერთთან და უთხრა Боже, я служу тебе. მე შენ გემსახურები Я принадлежу тебе, მე შენ გეკუთვნი все мое принадлежит და тебе, ყველაფერი რაც ჩემია შენ поэтому გეკუთვნის этот бизнес принадлежит тебе. ამიტომ ეს ბიზნესი შენ Я გეკუთვნის больше не прошу тебя благословить мой бизнес, აღარ გთხოვ რომ ჩემი ბიზნესი აკურთხო я его тебе дарю, Господи. ღმერთო გჩუქნი ამ С ბიზნესს этого дня ты хозяин этого бизнеса, და ამ დღიდან ბიზნესის а პატრონი я у შენ ხარ. тебя работаю. მე კი შენთან მუშაობ Если ты хочешь закрыть этот бизнес, закрой გინდა რომ его. დახურო ეს ბიზნესი დახურე Если ты хочешь уволить меня из этого бизнеса, уволь меня. თუ გინდა გამანთავისუფლო ამ ბიზნესისგან Если გამანთავისუფლე ты хочешь благословить этот бизнес, თუ გინდა რომ აკურთხო ეს ბიზნესი благослови его. აკურთხე И ты знаешь, она говорит, я по-другому стала ходить на эту работу. და მან თქვა რომ ის სხვანაირად დადიოდა ამ სამსახურში Я работаю у Бога.
მე ღმერთთან მუშაობ. Это его фирма. ეს მისი ფირმა. Я здесь представляю Бога. მე აქ წარმოვადგენ Поэтому то, ღმერთს. как я буду это делать, ამიტომ იმას თუ როგორ გავაკეთებ оно ამას, должно прославить Господа, а не наоборот. ამან უნდა განადიდოს ღმერთი და არა Я буду საკმაოდ. делать работу наилучшим образом. საუკეთესოდ შევასრულებ Я буду სამუშაოს максимально терпеливо с людьми. და максимალურად მომთმენი ვიქნები Я буду очень ადამიანებს. аккуратно с ними, ფრთხილი ვიქნები, вежливо и так далее. ზრდილობიანი და И ასე Бог შემდეგ. поднял ее бизнес со და временем. ღმერთმა წამოწია მისი ბიზნესი Очень быстро. სწრაფად. Но если наш дух угашен нашей суетой какой-то, მაგრამ თუ ჩვენი сули ჩამქრალია вот ჩვენი очень ამაოებით, часто бывает наши семейные проблемы, трудности. Вот я сюда пришел просто никакой. ხშირად არის ხოლმე პრობლემებს, ოჯახური პრობლემების გამო, აი აქ რომ მოვედი, ძალიან დათრგუნული ვიყავი. И вот во время поклонения вам და прославил Бог меня თაყვანისცემის поднял დროს просто. ღმერთმა А ты знаешь, что წამომაწია. это библейский принцип? და იცით რომ ეს ბიბლიური პრინციპია. Потому что в послании Ефесянам там написано: იმიტომ რომ ეფესელთა წერილში წერია. не упивайтесь вином, от которого бывает ნუ распутство. დათვრებით ღვინით, რომლისგანაც არის აღვირახსნილობა. Мой друг один шутил, что в грузинском варианте существует 3 перевода этого местописания. და ერთი ჩემი მეგობარი ხუმრობდა რომ ქართულ ვარიანტში არის 3 თარგმანი. Для кахетинцев, картлийцев и эмеретинцев. ზე კახელებისთვის, იმერლების და ქართლელებისთვის. Потому что каждый из них по-своему понимает эту меру. Не упивайтесь. Сколько является допустимой нормой. ყველას თავისებურად ესმის ეს საზომის დათრობისა. Здесь написано: не упивайтесь вином, от которого бывает распутство. აქ დაწერილია ნუ დათვრებით ღვინით, რომლისგანაც არის Но აღვირახსნილობა. исполняйтесь духом. მაგრამ აივსეთ სულით. В этом мире есть очень много вещей, которые могут поднять тебе настроение. ამ წუთისოფელში ბევრი რამ არის, რამაც შეიძლება კაი ხასიათზე დაგაყენო. Но если эти вещи не связаны с Богом, მაგრამ თუ ეს რაღაცეები ღმერთთან არ არის დაკავშირებული, удивительно, но очень скоро все из них перерастают в зависимость. გასაოცარია, მაგრამ ძალიან მალე ეს ყველაფერი გადაიზრდება Если у тебя есть что-то, დამოკიდებულებაში. что держит твое настроение, თუ რაღაცა, ასე ვთქვათ, შენს კარგ ხასიათს и გინარჩუნებს это не Бог, და თუ ეს ღმერთი არ არის, это очень скоро становится ძალიან зависимостью. მალე ეს გადაიქცევა Если у тебя появляется хорошее настроение от того, что ты покупаешь себе новые вещи, тогда горе твоему мужу. კაი ხასიათზე დგები მაშინ, როდესაც ახალ ესე იგი ტანსაცმელს საგნებს ყიდულობ, მაშინ ვაი შენს ქმარ. Горе твоему семейному бюджету შენს тогда. ოჯახის ბიუჯეტი. Если ты получаешь хорошее настроение, когда ты себе любимому или любимой делаешь подарки. და თუ კაი ხასიათზე დგები, როდესაც საკუთარ თავს უკეთებ საჩუქრებს. Но если у тебя есть другие ресурсы для მაგრამ этого, თუ სიხარულისთვის სხვა რესურსები გაქვს, ты благословенный человек. შენ ხარ კურთხეული И здесь ადამიანი. написано: не упивайтесь. და აქ დაწერილია ნუ დათვრები. Знаете, это вино здесь это только одна из вещей, которая фактором таким является радости вне Бога. არის მხოლოდ ერთ-ერთი რამ, ერთ-ერთი ფაქტორი, ესე იგი სიხარულისა ღმერთის გარეშე. Могут быть какие-то другие вещи. შეიძლება სხვა რაღაცეები იყოს. Знаешь, иногда, чтобы получить радость, люди наедаются. ხანდახან ადამიანმა სიხარული რომ განიცადოს, ძალიან ბევრს ჭამს. А вы знаете, что Писание ставит алкоголизм и обжорство на одну доску, და например? იცით რომ წმინდა წერილი ალკოგოლიზმს და ღორმუცელობას ერთი და იგივე А мы დონეზე заедаем наше плохое настроение. ჩვენ კი ცუდ ხასიათზე რო ვართ, უფრო მეც ვჭამთ. Помню, мы куда-то с братом Левой ехали, он иногда такие смешные вещи выдавал. მახსოვს მე და ძმა ლევას რაღაცას ვიყავი და ხანდახან ძალიან სასაცილო Куда-то едем, говорит, надо поесть, а то настроение портится. და ერთხელ თქვა რაღაცა უნდა ვჭამო, თორე ხასიათი Ну, მიფუჭდებაო. вы знаете, это чисто мужская проблема такая. Когда мы голодные, у нас настроение портится. მამაკაცური პრობლემაა, როდესაც ქშია, ხასიათი Когда გვიფუჭდება. муж пришел домой, сразу тапки и тарелку ему. როდესაც ესე იგი ქმარი მოდის სახლში, სწრაფად უნდა მიაწოდო ფეხსა ჩუსტები და თებში. И тогда у тебя будет счастливая семья. მაშინ ბედნიერი ოჯახი გექნება. Но здесь написано: исполняйтесь духом. მაგრამ აქ დაწერილია აღივსენით სულით. И теперь говорится как. და ეხლა დაწერილია თუ როგორ. И вы знаете, что здесь написано, что не кто-то тебя должен развлекать. და აქ
ის კი არ არის დაწერილი რომ ვიღაცამ გაგამხიარულოს და Наша გაგახსოვს. группа прославления – это не группа массовиков, затейников, которые веселят вас, знаете, გადიდების здесь. ჯგუფი არ Или არის меня. თქვენი გამამხიარულებელი ჯგუფი. Знаете, когда вы в гостиницу приезжаете в Турцию, там есть так называемые аниматоры. Я не знаю, почему это так называется, аниматоры. და როდესაც თურქეთში მიხვალთ და სასტუმროში შეხვალთ, იქ ყავთ ესე იგი Но ხალხი они придумывают ანიმატორები. какие-то конкурсы, какие иногда очень дурацкие, какие-то развлечения там, для გასართობს детей, для იგონებენ взрослых. რაღაცა შეჯიბრებებს, ხანდახან ძალიან И они სულელია. накачивают тебе эту радость, და знаешь, ესე იგი, такую. აი თითქოს ძალით გამხიარულებენ. Особенно учитывая безлимитный алкоголь в баре, это очень легко сделать вообще. და როდესაც ესე იგი ალკოგოლი ულიმიტოა, ამისი გაკეთება А здесь ადვილია. написано, что ты сам ответственный за это. მაგრამ აქ დაწერილია რომ შენ ხარ პასუხისმგებელი სული თავსებაზე. Назидая самих себя псалмами и славословиями и песнопениями духовными. აშენეთ საკუთარი თავები, ფსალმუნებით, საგალობლებით და ესე იგი სიტყვით. Оказывается, прославление и поклонение განდიდება და Господу თაყვანისცემა უფლისა. – это самое первое средство для того, чтобы тебе поддержать свое духовное бодрствование, ეს არის полноту духа в твоем сердце. პირველი საშუალება რომ სული წმინდის სისავსე შეინარჩუნო შენში. Когда тебе тяжело, როდესაც დამძიმებული ხარ, когда у тебя есть трудности, როდესაც სირთულეები გაქვს, Писание говорит, что ты можешь славить წერილი Господа. გეუბნება რომ შენ შეგიძლია У меня есть განადიდო. один друг, и он однажды проповедовал и хотел сказать, что мы должны славить Господа в любое время и благодарить Бога в любое время. მეგობარი მყავს და ესე უნდა ეთქვა რომ ესე იგი ჩვენ ნებისმიერ დროს ყოველა დროს უნდა И он განვადიდოთ. подарил нашему братству такую фразу, которая с нами, наверное, навсегда останется. და ჩვენ საძმოს აჩუქა ასეთი ფრაზა, რომელიც ალბათ ჩვენთან Он ბოლომდე сказал, დარჩება. аллилуйя, все равно. ალელუია ნებისმიერ შემთხვევაში. Аллилуйя, все равно. ალელუია ნებისმიერ შემთხვევაში. Бог достоин славы во всякое время. ღმერთი ღირსია დიდებისა И дело не ყოველთვის. только в этом. და საქმე მხოლოდ ამაში არ Например, когда я მდგომარეობს. пришел сегодня сюда, у меня была очень такая темная картина. Что делать, как делать, очень мрачные вещи, როდესაც непонятно. აქ მოვედი ძალიან ასე თქვა ბნელი სურათი იყო ჩემს წინ რა И потом, по-моему, გაგუკეთებია. это третья песня была, что Бог нас поднимает над бурями, და да? თუ არ ვწდები ეს იყო მესამე საგალობელი რომ ღმერთი вдруг ქარიშხალზე Меня это აგვამაღლებს. пропитало. Все, А Бог, у меня же гамжинка. Бог есть. მე ხომ ღმერთი მყავს. У меня же Господь есть. უფალი მყავს. Он может меня поднять над бурей. Он может поднять меня выше всего. ქარიშხალზე და ყველაფერზე ამამაღლოს. И когда ты в своей личной жизни имеешь это და поклонение, როდესაც შენ პირად ცხოვრებაში გაქვს ღმერთის პირადი თაყვანისცემა. воспеваешь в своем сердце и своими შენს устами გულში Господа, და შენი ბაგეებით უმღერი ღმერთს. это поднимает тебя. ეს შენ Здесь еще წამოგწევს. написано, благодаря Кида за все заперия. Бога и Отца и Господа Иисуса Христа. რომ მადლობდეთ ღმერთს, მამა ღმერთს და Как იესო за ქრისტეს всё. ყველაფრისთვის. Вот за то, что როგორ вчера случилось, ყველაფრისთვის. благодарить Бога надо. აი გუში რაც მოხდა, იმისთვისაც მადლობა უნდა უთხრა Да, ღმერთს. может найтись много Ким? причин. შეიძლება ბევრი მიზეზი იყოს. Во-первых, может быть, эта ситуация, которую мы пережили вчера, это сигнал, что нам нужно что-то делать с этим, наконец. შეიძლება ის გუშინდელი რაც მოხდა სიგნალი იყო იმისა რომ რაღაცა გვაქვს გასაკეთებელი. А даже если не так, то Писание говорит, любящим Бога, призванным по Его изволению, Он во всем содействует ко благу. და ეს ასეც რომ არ იყოს დაწერილია რომ ღმერთის მოყვარულებს მისი ნებით მოწოდებულებს ყველაფერი სასიკეთოდ Писание მოეწევათ. говорит, всякое оружие, изготовлено против тебя, оно не будет иметь და успеха. წერილი ამბობს რომ ნებისმიერი იარაღი რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იქნება ის არ იქნება Еще წარმატებული. написано, Бог обратит печали твои в радость. და კიდევ დაწერილია რომ ღმერთი შენს ნაღველს სიხარულად То есть, если я გადააქცევს. стою в этой вере, თუ მე აი ამ რწმენაში я ვდგავარ могу сказать, да, Господь, сегодня я потерпел это. მე შემიძლია ვთქვა რომ კი მე დღეს ღმერთო აი ეს Но если я გამემართა пройду через это достойно, მაგრამ თუ ამას ღირსეულად так, как გავივლი хочешь ты, ისე როგორც ჩვენ გინდა меня ждет благословение. მე მელოდება კურთხევა И это событие повлияет на мой характер, на мое და сердце. აი ეს მოვლენაც
იმოქმედებს ჩემს Потому что გულზე, ჩემს когда есть трудности ხასიათზე. в нашей жизни, мы иногда говорим вещи, которые мы не хотели говорить. იმიტომ რომ ხანდახან როდესაც ასე ვთქვათ, აი ესეთ რთულ სიტუაციაში ვართ, ისეთ რაღაცებს ვიძახით, რაც არ გვინდა რომ ვთქვათ. Мы даже не думали, что мы можем это сказать или და сделать. ესე იგი ვერც კი არც კი ვფიქრობთ რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. Я однажды так разозлился, так разозлился, ერთხელ ისე გაუბრაზდი, что просто выругался на неверующих людей. რომ შევაგინე ურწმუნოებს. И я уже лет 15-20 был верующий. და უკვე 15-20 წლის მორწმუნე ვიყავი. Я сел в машину, отъехал ჩავჯექი მანქანაში, დავძარი и сказал: და ვთქვი, хорошо, что никто из церкви этого не видел. კარგია რომ ეკლესიიდან ეს არავის დაუნახავს И в გაუგია. моем сердце я услышал голос: я Зачем это видел. გულში გავიგე ხმა, მე დავინახე Я ეს. это видел. მე ეს დავინახე. Я остановился, მე გავჩერდი, я плакал, ვტიროდი, и я каялся. ვინანიებდი. Потому что все эти 20 или 25 лет я никогда этого не делал. იმიტომ რომ მთელი 20-25 წლის განმავლობაში არ Я გამიკეთებია даже ეს. думал, что я больше не могу это сделать. იმასაც კი ვფიქრობდი რომ ამის გაკეთება აღარ შემეძლო И тут оказалось, что я და могу. აღმოჩნდა რომ თურმე შემიძლია Есть кнопка, на которую можно нажать, и я Арис натворю Вилаки. дел таких. და თუ ამ ღილაც დააჭერე ისეთი საქმეები შეიძლება გავაკეთო Все будут удивляться. ყველა გაუცებული იქნება И я больше გაკვირვებული всех. და მე თვითონ ყველაზე მეტად ვიქნები გაკვირვებული И потом сказал: спасибо, Боже, что ты და показал შემდეგ это мне. უთხარი მადლობა ღმერთო რომ ეს მე დამანახე Показал сейчас, вот в этой ეხლა ситуации. დამანახე ამ სიტუაციაში А не დამანახე где-то, где я мог что-то непоправимое натворить. და არა ისეთ სიტუაციაში რომელიც გამოუსწორებელი И იქნებოდა еще написано, და კიდევ третья დაწერილია вещь, которая помогает тебе сохранить это горение духа. რაც გვეხმარება ჩვენ რომ აი ეს სულიწმინდის აგიზგიზებული ცეცხლი შევიდარჩუნოთ. Написано: повинуясь друг другу в страхе Божьем. უფლის შიშით დაემორჩილეთ ერთმანეთს. Тут мы приходим к этим 3 бревнышкам, о которых და говорил, იქ о ჩვენ ახლა которых говорил მივდივართ вначале. იმ ხის სამ ნაჭერთან, რომელზეც ჩვენ საუბრობდით. Бог поместил нас в церкви. ღმერთმა ჩვენ მოგოთავსა Я не могу гореть ეკლესიაში. один. მარტო ვერ ვიქნები ანთებული. Очень важно, чтобы рядом со мной были другие люди. მნიშვნელოვანია რომ ჩემს გვერდით იყვნენ სხვა Иногда мне нужен ადამიანები. чей-то огонь, иногда кому-то нужен мой огонь. ხანდახან ვიღაცის ცეცხლი მჭირდება მე და ვიღაცას ჩემი ცეცხლი ჭირდება Иногда ხანდახან. нужно, чтобы кто-то немножечко холодной воды на меня вылил. ხანდახან ვიღაცას ჭირდება რომ ცივი წყალი И გადამასხას. сказал: братишка, და знаешь, მითხრას, вот это неправильно, это ძმაო, нехорошо. ეს სწორი არ არის, კარგი არ არის. Может быть, в первый момент я не захочу это слушать. შეიძლება პირველ ესე იგი მომენტში Но если я имею общение с Богом, Бог не მაგრამ оставит меня. მე თუ მაქვს ურთიერთობა ღმერთთან, მე Он ღმერთი будет продолжать არ со мной დამტოვებს говорить. და დამელაპარაკება. И то, что я не хотел слышать Да. от людей, я услышу от Бога. რისი მოსმენაც ადამიანებისგან არ მინდოდა ღმერთისაგან გავიგებ. И Писание говорит, что смирение და წერილი გვეუბნება რომ თავმდაბლობა – это одно из необходимых условий наполняться არის Духом Святым. არის აუცილებელი პირობა იმისათვის რომ ვიყოთ სულიწმიდით ახსილები. Поклонение, благодарность и смирение. თაყვანისცემა, მადლიერება და ესე იგი თავმდაბლობა. И ты знаешь, эти три вещи и Да, этот и способ сами, да. поддержать горение, და ეს სამი ასე თქვა საშუალება რომ შენარჩუნებული იყოს სულიწმიდის ცეცხლი. он тоже приводит к развитию зависимости. ესაც იწვევს ასე თქვა დამოკიდებულებას. И вот от этой зависимости тебя никто не может освободить. და აი ამ დამოკიდებულებისგან ვერავინ И გაგანთავისუფლებს. тебе не надо от этого და შენ освобождать. არც გჭირდება რომ ამისგან იყო Потому что თავისუფალი. это зависимость от Бога. იმიტომ რომ ეს არის დამოკიდებულება Зависимость от ღმერთზე. Христа. დამოკიდებულება Это ქრისტეზე. твоя связь с Богом на ეს всю არის жизнь. შენი კავშირი ღმერთთან მთელი შენი ცხოვრების И მანძილზე. последняя вещь, და ბოლო, с которой мы начинали. რომელთაც ჩვენ დავიწყეთ, Здесь написано: აქ დაწერილია, Слово ваше да будет всегда с благодатью и приправлено солью, თქვენი სიტყვა ყოველთვის იყოს მადლით და შეზავებული дабы მარილით, вы знали, как отвечать каждому. რომ იცოდეთ, როგორ უპასუხოთ ყველას. Что значит слово солью приправлено? რას ნიშნავს სიტყვა შეზავებული მარილით? Это слово, подтвержденное твоей
истинностью, настоящестью, если можно так ეს сказать. არის სიტყვა, რომელიც დამოწმდება შენი Это ჭეშმარიტებით. слово человека, который не потерял эту силу соли. ეს არის სიტყვა იმ ადამიანისა, რომელმაც ამ მარილის ძალა არ დაკარგა. Но мы должны знать, что это слово, оно всегда с благодатью. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სიტყვა ყოველთვის არის მადლით. Это слово благодати. ეს არის მადლის სიტყვა. Это не слово злобы. ეს არ არის სიბოროტეს Это не слово სიტყვა. обвинения, ეს არ არის осуждения, проклятия. განჯის, ყევლის სიტყვა. Я слышал, как верующие говорили: вы грешники, вы все в аду будете гореть. მომისმენია მორწმუნეები რომ ამბობდნენ ცოდვილები ხარ და ყველანი ჯოჯოხეთში Я работал в დაიწვებითო. одном месте, куда меня позвал работать один верующий брат. ერთ ადგილას მუშაობდი და ერთმა მორწმუნე ძმამ დამიძახა სამუშაოდ. И со временем я стал замечать, что он неправильно себя ведет. და დროთა განმავლობაში დავინახე რომ სწორად არ იქცეოდა. Его главный партнер был еврей. მისი მთავარი პარტნიორი იყო ებრაელი. Он был очень хорошим человеком. ძალიან კაი ადამიანი იყო. Его звали Шота. შოთა ერქვა. И он поступал порядочнее с нами, чем наш духовный брат. და ის ბევრად უფრო წესიერად გვექცეოდა ვიდრე ჩვენი სულიერი Но ძმა. он не хотел слышать Слово Божье от этого своего друга. მაგრამ თავისი მეგობრისგან ღმერთის სიტყვის გაგონება არ И უნდოდა. однажды они как бы шутили. და ერთხელ თითქოს და ხუმრობდნენ. И Шота спросил его, Да, что Шота мкитха. если если я не буду ходить в вашу церковь, я попаду в ад? და მან ჰკითხა რომ მე თუ არ ვივლი თქვენს ეკლესიაში ჯოჯოხეთში მოხვდები? Он говорит: да, попадешь в ад. ხო, ჯოჯოხეთში მოხვდები. А ты, как мой брат, как мой друг, что будешь делать в это და время? შენ როგორც ჩემი ძმა და მეგობარი რას Он говорит: я გააკეთე? буду ходить и ложкой перемешивать. И все посмеялись, но я увидел лицо этого моего друга еврея. მე კიდე ასე ვთქვათ, დაცინვით Его მიმართა. лицо, მე შევხედე его губы улыбались, но я посмотрел на его глаза. და მისი ბაგეები იღიმოდა, მაგრამ მის თვალებს შევხედე. Я в его глазах совсем другую вещь прочитал. მის თვალებში სულ სხვა რამ მომიკითხე. Мы очень много усилий приложили к общению с этим человеком. და ძალიან ბევრი ძალისხმევა გამოვიჩინეთ Мы ამ проповедовали ему слово, там трое ურთიერთობისთვის. верующих работало еще. Мы სამი проповедовали ему მორწმუნე слово. მუშაობდა კიდე იქ და სიტყვას უხადაგებდით И он принимал от нас это და слово ჩვენ განყებულობდა с удовольствием. სიამოვნებით. Потому что он не знал про нас ничего из того, что он знал про своего друга. იმიტომ რომ არ იცოდა ჩვენზე არაფერი ისეთი, რაც И თავის наше მეგობარზე слово было იცოდა. с благодатью. და ჩვენი ситყვა იყო მადლით. Еще написано: проповедуй слово, настой вовремя и не და вовремя. კიდევ დაწერილია იქადაგე დროულად და უდროოდ. Обличай, запрещай, ამხილე, увещевай. აუკრძალე, შეაგონე, Со всяким долготерпением и სულ назиданием. გრძელობით. Для Слова Божьего всегда есть აღმსაშენებლად. время. ღმერთის სიტყვისთვის ყოველთვის არის И დრო. иногда ты должен сказать что-то очень отрезвляющее человеку. ხანდახან ადამიანს რაღაცა ძალიან გამოსაფხიზლებელი რაღაცა უნდა უთხრა. Ты должен просто встряхнуть человека. უბრალოდ უნდა შეაჯანჯღარო ადამიანი. Я помню, как один брат рассказывал. მახსოვს როგორ ყვებოდა ერთი ძმა. Ходили в гости к одной сестре. ერთი დასთან სტუმრად Хорошая დადიოდნენ. сестра, сынок в церкви вырос, а теперь наркоман. და კარგი და ესე იგი ბავშვი შვილი გაიზარდა ეკლესიაში და ნარკომანი გახდა. И каждый раз, когда мы в гостях, она просит: поговорите с ним, поговорите. და ყოველთვის როდესაც მასთან სტუმრად მივიდოდით, სულ გვეხოცებოდა დაელაპარაკეთ Он так შვილს, დაელაპარაკეთ. слушал, так нас, говорит, лениво как-то так. და ესე Еле терпел нас. ძლივს გვითმენდა, გვისმენდა. И вот, говорит, однажды она мне сказала: поговори с моим сыном. და ერთხელაც მან მითხრა დაელაპარაკეთ ჩემ А შვილს. он говорит: я любил этого мальчика, с детства знал его, вот ребенок в нашей церкви вырос. ბავშვობიდან ვიცნობდი, მიყვარდა ეს Но я вижу, что ბავშვი. вот сейчас он себя ведет как собака, как свинья какая-то. მაგრამ ხედავდი, რომ აი ახლა როგორც Просто издевается над ძაღლი своей ღორი матерью. ისე იქცეოდა და Потому что наркотики, დასტინოდა когда у тебя в დედას. жизни есть, для тебя все перестает существовать. Все родственные связи, все эти вещи. იმიტომ რომ როდესაც ნარკოტიკებში ხარ, იმ დროს შენი ნათესაური И он говорит: я კავშირები помолился, что мне сказать ему დარღვეულია. ვილოცე რა со всей უთხრა? этой моей любовью. მთელი ჩემი სიყვარულიდან გამომდინარე. И говорит, хотел там что-то помямлить, что-то там მინდოდა რაღაცა сказать про любовь Божью. სიყვარულზე, ღმერთის И სიყვარულზე говорит, Бог дал мне слово. და ღმერთმა მომცა И სიტყვა. говорит, я захожу и говорю ему: შევდივარო და ვეუბნები. я знаю, что ты наркоман, ვიცი რომ ნარკომანი ხარ,
что тебе наплевать на твою мать. და ვიცი რომ მიგიფურთხებია დედა შენისთვის, Это твой выбор. ეს არის შენი არჩევანი, Ты хочешь так жить. შენ ასე გინდა იცხოვრო. Я не собираюсь тебя уговаривать. და შენს ასე ვთქვათ გადმოუბირებას არ ვაპირებ. Я знаю, что мы тебе надоели. ვიცი რომ თავი მოგაბეზრეთ, Но я просто хочу тебе сказать. მაგრამ უბრალოდ მინდა გითხრა, Если ты хочешь сдохнуть, ты сдохнешь. თუ გინდა რომ ჩაძაღლდე, მაშინ ჩაძაღლდები. Это твой выбор будет. ეს არის შენი არჩევანი. Это твой выбор будет. ეს არის შენი არჩევანი. Хочешь делать, делай, но твоя жизнь закончится вот так. გინდა ასე ცხოვრება იცხოვრე, მაგრამ აი ასე დასრულდება Я შენი вышел из ცხოვრება. комнаты и ушел. და იმ ესე იგი ძმამ თქვა რომ გამოვიდა ოთახიდან. Ага, через 3 года я проповедую на какой-то конференции 3 служителей. წლის შემდეგ რომელიღაცა მსახურების კონფერენციაზე И ко мне ვქადაგებ. подходит молодой человек, в მოდის ჩემთან костюмчике с ახალგაზრდა галстучком. კოსტუმით, ხალსტუკით. Вы меня помните? გახსოვართ? Он говорит, нет, я тебя Ара, не знаю. аргицно. Ну как же, я вот этот როგორ парень, вот это. აი ეს ბიჭი вар. Все приходили ко мне, сюсю, мусю, там это. ყველა მოდიოდა და ასე Я, говорит, მოფერებით просто მელაპარაკებოდა და უბრალოდ Вы დავცინოდი. единственный человек, который сказали мне თქვენ правду. ერთადერთი ადამიანი ხართ, რომელმაც სიმართლე И я მითხრა. помню, что вы меня любили, когда я был в და церкви, მე когда я был маленьким მახსოვს რომ мальчиком. Я помню вашу любовь. თქვენ გიყვარდით, როდესაც ეკლესიაში Он говорит, დავდიოდი после ваших ბავშვი. слов თქვენი სიტყვების შემდეგ я обратился в реабилитационный центр, я покаялся. მე მივედი რეაბილიტაციის ცენტრში Сегодня я მომდანიე. закончил библейскую школу. დღეს ბიბლიური სკოლა На этой დავასრულე. конференции я посвятил აი себя ამ служению Богу. კონფერენციაზე მსახურება როგორც მსახურმა ისე მიუძღვენი თავი ღმერთს. Ты знаешь, наша грубость никого не назидает. ჩვენი სიუხეში არავის აშენებს, Но наша благодать с любовью მაგრამ ჩვენი მადლი სიყვარულით могут быть иногда очень прямыми. ეს შეიძლება ხანდახან ძალიან პირდაპირი Но если იყოს. человек чувствует, что ты любишь его, и поэтому это მაგრამ говоришь, ამავე დროს თუ ადამიანი გრძნობს რომ გიყვარს ეს ადამიანი და იმიტომ ეუბნები, человек отреагирует на это. ადამიანი ამაზე სწორ რეაგირებას მოახდენს. Еще, კიდევ чтобы долго не говорить, не буду приводить место Писания, но во 2 Коринфянам Павел მეორე говорит, კორინთელთა წერილში პავლე ამბობს, что Слово Божье, которое нам верено, это Ром. Слово примирения. ღმერთის ситყვა, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა და მოგვენდო, ეს არის შერიგების სიტყვა. Поэтому если после твоей проповеди люди становятся конфронтационными, врагами с Богом, с тобой, со всеми верующими, амитом- ты что-то не то проповедуешь. თუ შენი ქადაგების მერე ადამიანები, ხალხი, რომელმაც მოგისმინა, უფრო მეტად კამათობენ და უფრო მეტად ესე იგი აგრესიულები ხდებიან, რაღაცა სწორედ ვერ იქადაგენ. Христианская проповедь, свидетельство – это слово примирения. ქრისტიანული სიტყვა, დამოწმება, ეს არის შერიგების სიტყვა. И первая цель, главная цель этого примирения – это Да. примирение с Богом. პირველი მიზანი შერიგებისა, ეს არის ღმერთთან შერიგება. Очень часто люди говорят, помолитесь за моего мужа, помолитесь за моего брата, из-за него конфликт в семье, между нами мира нету, помолитесь, чтобы между нами был мир. ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ილოცე ჩემი ქმრისთვის, მისთვის, დისთვის არ არის მშვიდობა Я ჩვენს почти ოჯახში. всегда говорю, давайте помолимся, чтобы он с Богом примирился. და თითქმის ყოველთვის იმას ვეუბნები რომ მოდი ჯერ იმისთვის ვილოცოთ რომ ღმერთთან იყოს ეს Потому что если человек ადამიანი. примирится с Богом, იმიტომ რომ თუ ადამიანი ღმერთ შეურიგდება, тогда все станет на свои места. მაშინ в жизни. ყველაფერი დადგება Может быть, не сразу, но постепенно встанет. თავის ადგილზე. შეიძლება უცბად არა, მაგრამ დროთა განმავლობაში. Поэтому говоря о том, что ამიტომ мы должны свидетельствовать, да и аминь, мы должны свидетельствовать. როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე რომ ჩვენ უნდა დავამოწმოთ, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა Но давайте დავამოწმოთ. сделаем это свидетельство более Მაგრამ солидным, более глубоким, მოდით более ეს основательным. დამოწმება უფრო საფუძვლიანი გავხადოთ Давайте სწორი. не будем ждать, когда мы станем совершенными. Давайте Ну, вспомним, что давай, мы можем сейчас уже делиться с людьми. ჩვენ სრულყოფას და გავიხსენოთ რომ ეხლავე შეგვიძლია დავუმოწმოთ ადამიანებს. Хочешь делиться больше, расти. თუ გინდა რომ უფრო მეტი И გაუზიარო, знаешь, შენ когда თვითონ мы растем, გაიზარდე. когда мы служим. ჩვენ ვიზრდებით მაშინ, როცა ჩვენ მსახურობთ, Если ты хочешь ვემსახურებით. научить кого-то чему-то, ты должен делать это вместе с ним. თუ შენ გინდა რომ ვიღაცას რაღაცა ასწავლო, მასთან ერთად უნდა გააკეთო ეს. Делая, люди учатся. და როდესაც ადამიანები აკეთებენ, ამ კეთების პროცესში Если ты სწავლობენ. человек только теорию изучил, ничего руками не делал, თუ შენ это ხარ теория ноль. ადამიანი, რომელიც თეორია შეისწავლა და ხელებით არაფერს აკეთებ, ეს ნულია.
Поэтому нужно делать и Амитом. учиться, делать и учиться. უნდა გავაკეთოთ და ვისწავლოთ, გავაკეთოთ და ვისწავლოთ. Самое главное предназначение ყველაზე церкви მთავარი დანიშნულება ეკლესიისა – это быть свидетельницей о Христе на этой იყოს земле. იესო ქრისტეს მოწმე დედამიწაზე. Пускай Дух Святой начнет делать это в нашей жизни და снова. უფალმა იესომ კვლავ დაიწყოს ამისი კეთება Давайте ჩვენ встанем за შორის. молитвой. მოდი წამოდგეთ ლოცვისთვის. Отец, мы молимся во имя Иисуса Христа. მამა ვლოცულობთ იესო ქრისტეს სახელით. Мы благодарим Тебя за Твою благодать, которую Ты дал нам. გმადლობ ჩვენი მადლისთვის, რომელიც მოგვეცი. И мы благодарим Тебя, что эта благодать Так, дана нам, რომ ეს მადლი გვაქვს ჩვენ чтобы მოცემული. нам благодатью служить друг другу რომ и внешне. მადლით ვემსახუროთ ერთმანეთს და გარემყოფებსაც. И я прошу Тебя во имя და Иисуса გთხოვ Христа, იესო ქრისტეს სახელით, чтобы Ты умножил эту რომ благодать შენ გამრავლო ეს მადლი через служение. მსახურების მეშვეობით. Господь, у нас уже все есть. უფალო ჩვენ უკვე ყველაფერი Мы გვაქვს. все получили от Тебя. ყველაფერი მივიღეთ შენგან. Зачем нам еще просить Тебя, дай, კიდევ რატომ უნდა გთხოვოთ მოგვეცი მოგვეცი? если мы не хотим этим делиться с თუ другими? არ გვინდა რომ სხვებს გაუზიაროთ. Я прошу Тебя во имя ხო Иисуса უფალო, Христа, იესოს სახელით вложи в наше сердце ჩადე ჩვენს გულში эту возможность делиться, желание შესაძლებლობა, делиться. სურვილი რომ სხვებს გაუზიაროთ. Благослови Твой народ აკურთხე შენი ერი во имя Иисуса. იესოს სახელით.